ხალხი ხშირად ამბობს, რომ ნახშირწყლები ასუქებს, ან ანთებით პროცესებს იწვევს და კიდევ ბევრ მსგავს რამეს აბრალებენ ხოლმე ნახშირწყლებს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ წონის ცვლილებისთვის კუნთის მომატება იქნება ეს თუ ცხიმის დაკლება, ნახშირწყლები არა მარტო გამოსადეგი, არამედ იდეალური შედეგებისთვის შეიძლება აუცილებელიც იყოს. მოდი უფრო ახლოდან ვნახოთ, როგორი ნახშირწყლები არსებობს, იმიტომ რომ მათი მოლეკულური შემადგენლობა განაპირობებს ჩვენი ორგანიზმის რეაქციას მათზე. ნახშირწყლები გვხვდება სამი ძირითადი სახით. ესენია მონოსაქარიდები, დისაქარიდები და პოლისაქარიდები. მონოსაქარიდები ძალიან მარტივი ნახშირწყლებია და მხოლოდ ერთი მოლეკულისგან შედგება, რის გამოც მათი გადამუშავება და გამოყენება ძალიან მარტივად ხდება. მონოსაქარიდებია გლუკოზა, ფრუქტოზა და გალაქტოზა, ან საკვების მაგალითები რომ ვთქვათ, თაფლი, ხილი, ზოგიერთი ბოსტნეული და სპორტული დანამატები. დისაქარიდები შედარებით მეტად კომპლექსური ნახშირწყლებია და ორი მოლეკულა მონოსაქარიდისგან შედგება. დისაქარიდებია საქაროზა, ანუ მაგიდის შაქარი, ლაქტოზა ან რძის შაქარი და მალტოზა, რომლისგანაც პური და გამომცხვარი პროდუქტები შედგება. და ბოლოს პოლისაქარიდები რამდენიმე მონოსაქარიდის ნაერთისგან შედგება, რაც უფრო კომპლექსურ ნახშირწყლად აქცევს მას. პოლისაქარიდებია ცელულოზა, სახამებელი და გლიკოგენი, ან საკვების მაგალითები რომ ვთქვათ, ბრინჯი, ხორბალი, ლობიო, კარტოფილი და მსგავსი პროდუქტები. პოლისაქარიდების გადამუშავებას კომპლექსურობის გამო შედარებით მეტი დრო სჭირდება, ამიტომ ისინი ნელ ენერგიის წყაროს წარმოადგენენ. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს სად დაიწყება. შაქრიანი ლიმონადი იქნება ეს თუ შვრიის ფაფა ნებისმიერ ნახშირწყალს ჩვენი ორგანიზმი საბოლოოდ დაშლის გლუკოზამდე, იმიტომ რომ სხვა რამის გამოყენება ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია. გლუკოზას კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. გლუკოზა ყოველთვის ცირკულირებს სისხლში იმისთვის, რომ ენერგიით მოამრაგოს ის უჯრედები, რომლებსაც ეს დასჭირდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგ უჯრედს, მაგალითად ნერვულ უჯრედებს, თავიანთი გლუკოზის მარაგები არ გააჩნიათ, ანუ უწყვეტი ცირკულაცია აუცილებელია. გლუკოზა ასევე გარდაიქმნება გლიკოგენად და მარაგდება ღვიძლში მომავლისთვის სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. და იგივენაირად გლიკოგენის სახით ინახება კუნთებში იმისთვის, რომ ფიზიკური აქტივობისთვის ყოველთვის მომარაგებული ჰქონდეს ენერგია. ერთი სიტყვით, ჩვენი ორგანიზმი გლუკოზას ან იყენებს, ან იმარაგებს მომავლისთვის გამოსაყენებლად. ახლა იმისთვის, რომ უფრო კარგად გავიგოთ, მაინც რაში გვჭირდება ნახშირწყლები, მოდი მარტივად ავხსნით, როგორ გვეხმარება ის კუნთის გაზრდაში მატების პერიოდებში და კუნთის შენარჩუნებაში კლების პერიოდებში. შეიძლება უკვე იცი, რომ ნახშირწყლების მიღება სისხლში გლუკოზის რაოდენობას ზრდის. გლუკოზის რაოდენობა სისხლში ძალიან მკაცრადაა დარეგულირებული და ნებისმიერი ზრდის ან შემცირების დროს ორგანიზმი ცდილობს, რომ ის საწყის მდგომარეობაში დააბრუნოს. როცა სისხლში გლუკოზის დონე მაღალია, ამ დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რათა ზედმეტი გლუკოზა სისხლიდან მოაშოროს და გადაიტანოს უჯრედებამდე, სადაც მისი გამოყენება მოხდება. ზუსტად ინსულინს გადააქვს გლუკოზა სისხლიდან კუნთებამდე და ამას გარდა ასევე ასტიმულირებს აღდგენის და ზრდის პროცესებს. ანუ ნახშირწყლების მიღებას პირდაპირი გავლენა აქვს კუნთური მასის რაოდენობაზე. ცხიმის დაკლებას რაც შეეხება, ბევრს ჰგონია, რომ ცხიმის კლებისას ნახშირწყლები საერთოდ უნდა ამოიღუპებინა. მაგრამ ეს საერთოდ არაა აუცილებელი და პირიქით საბოლოო შედეგზე ცუდი გავლენაც ექნება. როცა შენი ორგანიზმი გრძნობს, რომ საკმარისი გლუკოზა აღარ აქვს, ეს შეიძლება იყოს სისხლში გლუკოზის ნაკლებობა ან გლიკოგენის მარაგების გამოლევა, ის იწყებს საკუთარი ქსოვილების დაშლას და ამ ქსოვილებში შედის კუნთებიც. ზუსტად ამის თავიდან არიდება გვინდა ცხიმის დაკლების პერიოდებში, ამიტომ იმდენი ნახშირწყალი მაინც უნდა ჭამო, რომ ორგანიზმი მშვიდად იყოს და საკუთარი ქსოვილების დაშლა არ დაიწყოს. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ შენი ტვინი თითქმის ექსკლუზიურად გლუკოზას იყენებს ენერგიისთვის. ზუსტად ამიტომაა, რომ ბევრი დაბალ ნახშირწყლოვან დიეტებზე უენერგიოდ და მძინარედ გრძნობს თავს. გლუკოზა შენს ნერვულ სისტემას ეხმარება ისეთი რაღაცების კონცენტრაციაში, როგორიცაა რეაქციის დრო, მოტივაცია, ყურადღების კონცენტრაცია, ხასიათი, კუნთების აქტივაცია და ასე შემდეგ. ამიტომ დაიმახსოვრე, რომ ნახშირწყლების აკრძალვა კარგი იდეა არ არის. ნახშირწყლების რაოდენობის რეკომენდაციებს რაც შეეხება, ეს უმეტესად შენს ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული და იზრდება შენი ფიზიკური აქტივობის ზრდასთან ერთად. უბრალოდ კუნთის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობისთვის 0.6 გრამი ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე საკმარისია. მაგრამ განსაკუთრებულად აქტიური ადამიანებისთვის, მაგალითად მარათონელებისთვის, ეს ციფრი შეიძლება 20 გრამამდეც გაიზარდოს. ანუ პირობითად 50 კილოგრამიან ადამიანს შეიძლება 1000 გრამით დასჭირდეს თუ საკმარისი ენერგია დახარჯო. ეს ადამიანების უმეტესობისთვის ძალიან ბევრია და დიდი ალბათობით არასდროს არ დაგჭირდება. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ თუ კალორიები ამის საშუალებას გაძლევს, ზედა ლიმიტი არ არსებობს. რაც უფრო მეტს მოძრავ, ნახშირწყლები მით უფრო მეტად გამოგადგება. საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ნახშირწყალი საუკეთესო ენერგიის წყაროა შენი ორგანიზმისთვის და მნიშვნელობა არ აქვს მიზანს, კუნთის მომატება იქნება ეს ცხიმის დაკლება თუ უბრალოდ სპორტული შედეგის გაუმჯობესება
ნახშირწყლების სწორი გამოყენება აუცილებლად დაგეხმარება შენი ბიზნეს მიღწევაში. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.